რაღაცნაირად შეიძლება ერთი და იგივე ბევრჯერ მეორდება, იმიტომ რომ მე მომისმენია ეს ძარცვის ისტორიების სხვებისგანაც, ცემის, აი ამ დამცირების და ამ შემდეგ. აი თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა? ჩემ შემთხვევაში მობილურის არ მიცემის გამო მოხდა. ანუ მე მობილური მოკლედ რო ვთქვათ აქციაზე ფაქტობრივად მაქსიმუმ 20 წუთის მისულები ვიქნებოდით რა. ყველაფერი რომ მოხდა საბოლოო ჯამში და პარლამენტამდე მე ჩემი მეგობარი და რობოკოპი მივსეირნოდით ჩვეულებრივად რა. ანუ პირდაპირ მივშალობთ გარეთ რო ქაოსი იყო ამ დროს მე რობოკოპი და ჩემი მეგობარი ისიც ჩემი ნებით გავყევი ანუ თვითონ მითხრა თავისუფალი ხარ მაგრამ თუ ჩემი მეგობარს აკავებ მეთქი მოდი მეც გამოყვები ბარემ და არ მჭირდება დაკავება წამოვალ. პარლამენტის წინ რომ მივედით მაგ უკვე საუბრობდით მე ჩემი მეგობარი და რობოკოპი ველოდებოდით რაღაც მანქანას თუ რაღაცას და მაგ დროს მოვარდნე ჯერ მოვარდა ჩემი მეგობართან ამას დაუწყო ცემა მე რო გავაჩერე და რო ვეუბნებოდი რომ ურტყა მეთქი არაფერში არა საერთოდ რა გინდა ანუ რატო ურტყა მიზეზი რა არის დაკავებულად გას ლაპარაკობს ხო ანუ რა გინდა რატო საქმე და თუ არა გაქვს და მოგცემ საქმეს და მე თვითონ დავასაქმებ არაა პრობლემა აჯიმანიებს გავაკეთებინო და დაუღლი ბოლო ხო და მოკლედ მე შეეშვა ცემას დაუწყო ჩხრეკვა და ჩხრეკვა რო დაუწყო ამ დროს მოვარდა მეორე ჩემთან და მანამდე მე არც ნაცემი ვარ არაფერი ჩვეულებრივად რა და აი მეორე რომ მოვარდა მაგროს იმ პირველმა უთხრა რომ მობილური უპოვეო და მობილურთან რა გინდათ მეთქი და მობილურს რომ მოკიდა ხელი მაგროს მე არ მივეცი მობილური ხო და მე ამ მობილურის არ მიცემას მოყვა ყველაფერი ანუ ეთქობა გონიათ რომ ან ხელის შებრუნება არ ვიცი ან რამე გამაჩერებს მაგროს ანუ ადამიანი რომ მირტყამს და მცემს და ჩემს კუთვნის საკუთრებას რომ მართმევს მე უფლება მაქვს რომ თავი დავიცვა ძალიან ჩვეულებრივად და მე უკვე უბრალოდ მე ვერ მოვასწარი გინების მოსმენა იმიტომ რომ მალევე გამთიშეს სადღაც 1-6 წუთს გაუძელი მე უკვე უკნა ყურში მოხვდა რაღაცნაირად და ცირსვერდე პარლამენტის წინაშეც გირტყამდნენ მე სულ თავში მირტყამდნენ ანუ ძირითადად დაბეჟილობა მქონდა უბრალოდ კერთან და მარცხენა მხარეს თავში დარტყმა რაღაცნაირად ხელწერა არის ყველა პრაქტიკულად ამბობს რომ თავში გამეტებით ურტყამდნენ კი თან გემატომები მქონდა წინა მე მგონი მარჯვენა მხარეს ხო მარჯვენა მხარეს და უკანა მხარე მქონდა მთლიანად გასეებული რა და ნუ ამან იყო რომ ერთხელ რო გავითიშე მაგროს როგორც ჩანს არ გაჩერებულან ანუ გათიშულზეც მიტყავდი იმიტომ რომ მე რო თვალი გავახილე მაგროს სახეში მოხვდა უკვე წიხლი მაგროს მეორჯერ გავითიშე და მესამეჯერ გავითიშე მესამეჯერ გავახილე თვალი უკვე ხელფეხს ვერ გზნობდი რა ანუ ეგრეთ ისე ტრიალებდა ყველაფერი რომ საერთოდ ვერც ფოკუსს ვერ ვასწორებდი უბრალოდ აი თვალი რო გავახილე მაგის გამო ერთ-ერთმა ჩამლელმა სპეცრაზმელმა დამიმატა